აგერ ვიმყოფებით საქართველოში გამოვიარეთ კოჯრის ტყე და ვაშლოვანის ტერიტორიაზე, მაგრამ მიწა სადაც გავართ, უკვე არ არის ქართული მიწა. ეს არაბული მიწაა და განამარტო ეს ადგილი. გარშემო უშველებელი ტერიტორია, ეს ახლა მოვედით აი მცირე ჯერ ლოკაციაზე რა და იქეთ ახლა უნდა წავიდეთ 1000-ობით ჰექტარი უნდა ვნახოთ, რომელიც გასქვისებულია ჩვენი გულმხურვალე და აი ქვეყანაზე გულანთებული ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს იყო ეს ტერიტორია გასხვისებული. მე უბრალოდ იცი რას ვერ ხვდები, აი ერთი ლექსი გამახსენდა ძველი მხედრული ვაჟა-ფშაველას დაწერილი და აი სამი კუპლეტი დასაწყისი შუაში და დასასრული გამახსენდა, უბრალოდ ძალიან ეხება ამ სიტუაციას. აი მიტო გაგზარდა დედამა, მიტო გვეტყოდნენ ნანასა, ტანზე აბჯარი ავიხსნათ, მუდამ ლესავდეთ ძალასა დანასაო. სად არის ესა და მე შემდეგ სამშობლოს არ ვისწავართვევთ, ჩვენსაც ნურთ შეგვეშილება, თორე ისე დღეს დავაყრით, არსაც კი გაეცინებაო. დღეს ისეთ სიტუაციაში ვარ ჩავარდნილი, ისე გვწეწავენ, ისე გვართმევენ, რომ არსაც კი გაეცინება ნამდვილად და ბოლოს აი ყველაზე გულმოსაკლავი აი არის ბოლო აი კუპლეტი როდესაც აი ამასვე ვეტყვით დედებსა შვილთო მეტყვიან ნანასა გაზდიზღა კიდევ მშობლები ვაშკაცებს ჩვენის თანასაო. სად არის ვაშკაცები, რომლებმაც ჩვენი მიწაწყალი უნდა დაიცვათ? რა არის ეს საერთოდ აი როგორ შეიძლება ამ ჩვენი მშობლიური მიწაწყლის, რომლის თითოეულ გოჩი ჩვენი გვირი წინაპრების ზღვასისხლია ჩაქცეული და რომლის ვაჭრობა ისეთივე მიუღებელი უნდა იყოს ყველა ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილის მიერ, როგორც მშობლიური რა ვიცი შვილების ჯანმრთელობით, სიცოცხლის, დედის, ცოლის, დის ლეჩაკის პატიოს ასე როგორ გვიყიდიან ამიწებს და აი თების ფონზე ვარ ცოტა ნერვიულობ, აი აღარა მაქვს ლამაზი და რაღაცა მოხდენი ლაპარაკის თავი და თუ გამახსენდა აი ზუსტად აი ამ თების ფონზე მინდა რაფიელ ერისთავის აი ნამდვილად თითქოს დღევანდელ დღეს და ამ სიტუაციას რო ძალიან ესადაგება სამშობლო ხესურისა წავიკითხო ეს ლექსი რა. სადაც შობილ ვარ გავსდილ ვარ, დამისროლია ის არის. სად მამა-პაპა მეგულვის იმათი გულის ფიცარი, სადაც სიყრმიდვე შობილა ჩემი სამშობლო ის არის. არ გავცვლი სალსაკტეებსა უკტავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხედეს და მე მირჩევნია შავი გლტე თოვლიან ყირულიანი ორბირო ბუდობს ჩანჩქერად გადმოხუხს ბროლი წყლიანი ჯიხვი და არჩვი მეყოფა ხორცი აქვს მარილიანი არ გავცვლი სალსაკტეებსა უკტავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და ბარად რომ ვიყო ლაღადა სული თისკენა იხარის სალიკტი ანდამატივით გულმუდამ იქითკენ იხარის იქ ვიჯობ შავი სიკვდილი ბარში სიცოცხლეც იხარის არ გავცვლი სალსაკტეებსა უკტავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და ბარად რომ მომცა დიდება სიმდიდრე უთვალავია სასახლე ოხროს ტახტითა ჯარი და ზღვაზე ნავია არა ვინდომო ეგენი არ მოკდეს ჩემი თავი არ გავცვლი სალსაკტეებსა უკტავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზე და როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზე და არ გავცვლი სალსაკტეებსა უკტავებისა ხეზე და არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და გაცვალეს ამ გარეწრება ჩვენი სამშობლო და მე ერთი მინდა ისტორიული ფაქტი მოყვე და აი
ძალიან თქვა ნებისმიერს ვინც მოусმეს ყურადღება მიადავნოს სამშობლოს სიყვარული ეს მარტო ქართველების პრიორიტეტი არა სამშობლო ნებისმიერ ერს უყვარდა და ყველა არ არსებობს სოფლიოში გამოჩენილი პიროვნება ან ადამიანი რომელსაც სამშობლოს სიყვარულზე თავისი აზრი არ გამოეხატოს მას ვისაც სამშობლო არ უყვარს მას არავის და არაფრის სიყვარული არ შეუძლიაო ეს ჯორჯ ბაირონის სიტყვებია სამშობლო ერთადერთია რაც აერთიანებს ყველაფერს რაც ყველასათვის ძვირფასია ეს უკვე ტულიო ციცერონი სამშობლოს სიყვარული ცივილიზებული ადამიანის უპირველესი ღირსებაო ნაპოლეონ ბონაპარტე რატო არის ებრაელიერი კიდევ ძლიერიერი იმიტომ მათ უყვართ თავისი სამშობლო და მაგათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წერალი კლოდ ბერნეს სიტყვებია სამშობლოს სიყვარულს საფეხურები არ გააჩნია ვინც ყველაფერს არ აკეთებს მისთვის ის არაფერს არ აკეთებს ვინც ყველაფერს მას არ უძღვნის ის ყველაფერზე ვარსეუბნება მასო და რა გვინდა კაცო ებრაელი კლოდ ბერნე ჩვენი მართლა ღირსეული წერალი ნოდარ დუმბაძის სიტყვები სამშობლოს სიყვარულს საარშიკო და საკმელბურო დუგაიხთი სამშობლო როსკიპი ქალი როდია წარსო მოგენატრება თრალსო მოგენატრება და მხოლოდ მაშინ გაიხსენებ სამშობლო ტაძარია სალოცავი მუხმოდრეკილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან ერთი ხელით იჯვარს იწერდე მეორეთი კი ხმალს იქნევდე ეშმაკები რო არ დაეპატრონონ და კიდევ ერთი რამ შესაწირის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მიგასტოს ამ ტაძართან რა მოგვივიდა ქართველო ვაჟკაცებო ნუ თუ მართლა ასე უნდა გავატანოთ ჩვენი მშობლიური მიწა აბა რა აზრი ქონდა ამ ბრძოლას რა აზრი ქონდა ასობით 1000 ქართველის სის ამ მიწებში ჩაქცეულს თუ ასე ადვილად გავატანეთ გადამთიელებთ აი სიცოცხლე ძალიან ტკბილია მაგრამ სიცოცხლის დაკარგვაზე მეტად იცი რისი მეშინდია რომ ჩვენ საფლავებზე ჩვენი შთამომავლები შეიძლება აღარს და ვეღარს მოვიდნენ აღარ მოვიდნენ იმიტომ რომ აი დაღდად დანანებით იკითხონ სად იყო ჩვენი მამა პაპანი როცა ჩვენს ბიწებს ასე აჩანაგებდნენ და კიდიდნენ და ვეღარ მოვიდნენ უბრალოდ აღარ იყო საფლავები გადათხრილი იყოს და იქ გადამთიელებს კაზინოები და ბორდელები შეიძლება ქონდეთ აშენებული ამ წუთას ამ ლოკაციაზე დავანთა აგენ უბრალოდ გენეცვალეთ იმიტომ აჩვენე უკვე ეს ელექტროების წყარო გამოტანილია გამზადებულია ყველაფერი იცით ახლა მეორე ლოკაციაზე რო წავალთ უფრო დიდზე აი ასეთი ადრეს ქონდა ასეთი ეჭვი რომ ესენი უცდიან ამ დიდი ორი ლოკაციის აშენებას რომ შემდეგ უკვე თბილისის მაღლიდან ფაქტიურად სულ არაბულია და იქაც დაიწყება ინტენსიური მშენებლობა და ჩვეულებრივად რა ეს როდესაც ეს ქალაქები აშენდება ვინც კი ოდნავ წინა ნაწილს გაყრიან ნაწილს დაიჭირავენ ნაწილს ფიზიკურად მოიშორებენ და დანარჩენი ამათი მოსამსახურე პერსონალი გახდება ქართველი ერის ფიზიკური ზნეობრივი გადაგვარების ქართული სახელმწიფოს სრული სახელმწიფოებრივი გრევის პროცესი დასრულდება და შეუქცევადი გახდება ეს არ უნდა დაუშვათ თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვისდის გენაცვალ ამჯერად ამ ლოკაციაზე დავამთავრებთ და იქეთ გადავიდეთ გენაცვალე რა